აღებული ფორმირების ერთ-ერთი შეერაღებული ფორმირების ხელმძღვანელს პროფესიონალ სამხედროს ამდენადაც მე ვიცი ბატონ ზურაბ ირემაძეს. ეს ის შენაერთია, რომელიც დგას ჩოხატაურისა და სანდრედის საზღვარზე, ეწოდებულ ნოვის ტერიტორიაზე. ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით გითხარით თქვენი აქ მობრძანების მიზეზი, ამნაირი ფორმით მობრძანების მიზეზი და იქნებ ისიც გითხრათ, რას აპირებთ? ქართველი კაცისთვის ჩემო მეგობრო, რომ ასეთი ფორმით მობრძანება საერთოდ მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე იძულებული ვიყავი და ვალდებული ვიყავი შესულიყავი ჩოხატაურის ტერიტორიაზე. გადაულებაში მაგ როგორც ჩოხატაური, ისე ოზურგეთის ტერიტორიაზე. გადაულებაში არა მაგრამ შესულიყავი განვინმე მომეკლან და ამერებიან რაღაცა, ეს მაგრამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არ ჩემშენერს გავუკეთებია. ჩვენი მოვალეობა იყო შესულიყავი ჩოხატაურის ტერიტორიაზე, დაგვეცვა ჩოხატაურის და საერთოდ გურიის რეგიონში აღვედგინა კანონიერი ხელისუფლება ფაქტობრივად. იმიტომ რომ მე ვარ ერთ-ერთი სხვადასხვის ძლიერი შენაერთის მეთაური და ვალდებულად ვთვლი, რომ მემსახურო კანონიერებას გამიგეთო და ფაქტობრივად ჩოხატაურში, ოზურგეთში რაც ხდებოდა ჩვენ იდეებს, ჩვენ კანონს ესე წინააღმდეგებოდა, გამიგეთ? შეიარაღებული ფორმები, რომელიც ჩოხატაურში, ოზურგეთში იმყოფებოდა, ისინი კანონგარეშეც არის ჩვენს მიერ გამოსყიდებული. რამოდენიმე დანაშაულია მაგათ მიერ მოხდარი, ხალხი აწეოგებული იყო. ხდებოდა დანაშაული, მაფიოზურ სტრუქტურებთან ჰქონდათ კავშირი მაგათ. და ჩვენ შევეცადეთ რომ შემოსულიყო ჩოხატაურში აგვედგინა კანონიერება. შემდგომში მე პირადად მინდოდა ოზურგეთის რაიონში მქონოდა დისლოკაციის ადგილი ჩემს შენაერთს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს ახლა თქვენთვის მაგას რომ მე ვის დავემორჩილებოდი რა შეიძლება საერთოდ დავმორჩილებოდი ბატონ გია გოგიბერიძეს. გია რა მე მგონი გოგიბერიძე. აი პიროვნება რაიონს ხდაშორის უყარს, მე მგონი არ ხდებია რა. რაიონი აფასებს მაგას. სადოლებაში მაგ მოსახლეობა და მე შევეცადო შემოსულიყავი. წინ აღმიდგა ჩოხატაურის ეგრეთ წოდებული გვარდიის შენაერთი. ნუ იქ რაღაც გზა გადაჭრეს და რაღაცა. მოვდიოდი მძიმე ტექნიკით. შემეძლო სისხლი დამეღვარა. შემეძლო შემოსულიყავი პირდაპირ ჩოხატაურში, მაგრამ შევეცადე რომ ქართველებს შორის ეს არ მომხდარიყო. ბატონო ზურაბ, ესე იგი მე რამდენადაც გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ასე თქვა ჩვენი იდეური და პოლიტიკური ასტასხობის მიუხედავად თქვენ მზად იყავით, ჩამდგარიყავით და მზად ახართ ჩადგეთ ერისამსახურში, თქვათ დღევანდელ დღეში იმ ფორმით, რაც არის, თქვათ ბრძოლა აფხაზეთში. მე ვალდებულად და გადადოთ ის ჩვენი პრობლემები, რომელიც თქვათ მე ვალდებულად ვთვლი როგორც ქართველი კაცი, მე 12 აფხაზეთში ზოვრული პირადად. ეხლა რა დასამალია მე თქვენ შეიძლება გაგესაუბროთ პირდაპირ რომ მე დასამალები არაფერი არ თელემარესმულიგამის ზურა ირემაძე ერთ-ერთი ძლიერი შენაერთის მეთაური იმყოფება გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას დაქვემდებულ შენაერთებში მე ვიყავი ერთ-ერთი ძლიერი შენაერთის დაზვერვის სამსახურის უფროსი საქართველოს რესპუბლიკის გვარდიას თქვენ რომელი გვარდიასაც თქვენ გყავთ თქვენ ფედერალობაში ფაქტობრივი ხელისუფლებას მაგრამ დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე მე ვალდებულად ვთვლიდი ჩემ თავს რომ მე ჩემი ერის გვერდზე დამდგარიყავი. ფედერალობაში მაგ აფხაზეთის პრობლემა და ქართული თვითშეგნების აღორძინების პრობლემა გესმით? მე მზად ვიყავი რომ შევიდოდი ჩოხატაურში დამესვენა ჩემი მეგობრები ფედერალობაში მაგ ჩემი მეომრები თქვენ კარგად ნახეთ მე ჩემი მეომრები ძალას წარმოადგენენ ეს როგორც არც ჩოხატაურისთვის არის ეს საინტერესო რაც ოზურგეთისთვის რომ მე შევიდოდი იმას განეშნოდა რომ ვიღაცა შეურაცხყოფა მომიყენები ან რაღაცას. მე აბაშაზეც ყოფილი ვარ, სენაკშიც ყოფილი ვარ, ყველა ლანჩხუთის გამოვიარე. მაგრამ იქ არავისთვის არავითარ შეურაცხყოფა არ ყოფილა. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ჩახვიდეთ დაბლა ქვემონუღაში ჩახვიდეთ. ამაზე ლაპარაკი არ არის, ზურაბას სხვადასხვის ცოტა ისეთი მისასალმებელიც არის რომ არ ყოფილა ასეთი როგორც იტყვიან ომს რომ მოსდევსო ასეთი ფაქტები თქვენ შენერთის ყოფნას ამ რაიონში არ გამოუწევია. ეს ღვთისმსალობით ღმერთმა დაგვეცვას ქართველს შორის ყაჩაღობისა და მარადიორის ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ვახტანგ კობალიას ბრძანება, ბატონი ვახტანგის, რომ თუ რაიმე მარადიორის ფაქტებს ჩვენ წავაწყდებით გზაზე, ადგილზე მოხდეს მათი ლიკვიდაცია, იმიტომ რომ ჩვენ არ მოვდივართ დასარბევად და არ მოვდივართ საყაჩაღო და სამაიმონოდ. მე სხვადასხვის ჩემო მეგობრებო, მე მყავს ორი შვილი. ცხოვრობ თბილისში და მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ფულიც მაქვს. ყველაფერი მაქვს ცხოვრება და იმიტომ მაგარ მოსულო რომ ვიღაც გურულს ან მეგლერს ან იმეროს რაღაცა წავატევს.
მე ჩემი საქმე მაქვს, მე მაქვს პოლიტიკური გესმით როგორი ჩემი იდეა გამაჩნია და გასაგებია იმას ეს არნიშნავს რომ აქ ჩამოვიდა და გურიის ერთ-ერთ რეგიონში დაუშვათ ჩოხატაურში ვიღაცა მანდილოსას რაღაცა აკადრო ჩემი შენერეთის ვიღაცა წარმომადგენელმა ან იქ რაღაცა რაღაც წაართოს ეს არის საქციელი რომელსაც შეადის ხოდაშორის ფაქტობრივი ხელისუფლების ყველა შენერთ ხედრიონი მხედველობაში მაგის ყაჩაღური ფორმირებები როა დანარჩენები გესმით მე ახლა არ ვთვლი მაგას გვარდიას ყაჩაღურად იქ რაღაც მაგრამ არის შენერთები რომლებიც დანაშაულს ჩადიან ესე იგი რუსები რომლებიც სემე ბეზურუდონი დივაი რა თქმა უნდა მეც სხვადასხვა მოვდიოდი კეთილი განზრახვით მზად ვიყავი მსახურად ჩემი ერისათვის მხოლოდ დასვენების შემდეგ გამიგეთ და წინაღმდეგა არაკანონიერი ჯახინტოს არაკანონიერი სამხედრო ფორმირება რომელიც ემსახურება ფაქტობრივი ხელისუფლებას ბატონო ჩვენ ისევ სახიფათო როლსებზე გადავდებით და თუ შეიძლება ერთ ასე ვთქვათ ჟურნალისტურ შეკითხვას დაგისვამთ როგორც სამხედრო პირს გიტოვებთ უფლებას რომ არ მიპასუხოთ ბოლო ხანებში რატომღაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ხმები რომ რაღაც განხეთქილებას აქვს ადგილი როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ბატონ ვახტანგ ქობალიასა და თქვენ შორის ეს ვახტანგ ქობალიასა და ჩვენ შორის განხეთქილება არასდროს არ იქნება საერთოდ ვახტანგ ქობალია არის პიროვნება რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება მან თავისი ოჯახი შესწირა ეროვნულ ინტერესებს განიგეთ ესევე როგორც მე ესევე როგორც ყველა ჩემო მეგობრები დამეთანხმება მაშინ და ისე რომ ვახტანგ ქობალიამ რაიმე რაღაც იქ ვითომ მე ვახტანგ ქობალიას არ ვემორჩილები მე ასეთ დარავის არ ვემორჩილები მე ვემორჩილები კანონს ეს იმას არნიშნავს რომ მე არავის არ ვემორჩილები როგორც პიროვნებას მე ვემორჩილები კანონს მე ვხედავ კანონმდებლობის კანონგარეშე ცხადდები ფაქტობრივი და როგორც კანონიერი ხელისუფლების მხრიდან მე მაშინ უნდა დამივიზულებული ვარ კანონის ჩარჩოში ჩავშდე გამიგეთ მაგრამ როცა ვხედავ რომ არაკანონიერი ხელისუფლება მე მაცხადებს კანონგარეშე მე იზოლებული ვარ კანონში შევიდე იმიტომ რომ მე ადგილზე ესე იგი როცა კანონიერი ხელისუფლება ფაქტობრივი ხელისუფლება არაკანონიერი მაცხადებს კანონგარეშე მე ვიზოლებული ვარ იმ ადგილზე კანონიერება აღვადგინო გამიგეთ ჩემი მისია კი არ არის ეს ჩვენი ერის მისია ფაქტობრივად მე ამ ერის ამის დღევანდელ პერიოდში სოფელ ნოგაში ჩოხატაურის პერიოდზე მე ვარ ამ იდეების გამოტარებელი რა ნუ დღესდღეობით ისე მოხდა რომ ეს ჩვენ ყველა ამ იდეის გარეშე გავერთიანდით ბატონო ვახტანგ ქობალიამ ხელი მოაწერა ბობოყვათში და მოხდა შეთანხმება რომელიც ითვალისწინებს დღესდღეობით უპირველესად ჩვენ წინ დგარ ამოცანის აფხაზეთის ომის პრობლემის გადაჭრას. თქვენც ალბათ რა თქმა უნდა მე ვიცი ბიჭების განწყობა, მე ვიცი თქვენი განწყობა, მზად ახართ უბრალოდ ესე იგი რაღაც ასე ვთქვათ საკითხებში შეუთანხმებლობა და ალბათ უფრო ტექნიკური საკითხების გადაჭრა აგვიანებს ამ გეთანხმება ჯანაში ყველა ქართველი საერთოდ ვალდებულია რომ საერთოდ პრესაგან დაიწყოს თავისი სამშობლო. მე მხედველობაში მაქვს რომ პიროვნები რომელსაც ფაქტობრივად იარაღის დარება შეუძლია. მე დღეს დავურძმოდი საერთოდ საქართველოში როცა ზოგი პიროვნები მხედველობაში მაქვს მათზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენენ ისინი ყველა იზოლებული ხდებიან ავტომატურად თბილთა თოფებით გამოვიდა. ეს მოხდა ჩვენს წინ ფაქტი. ეხლა მე მხედველობაში რა მაქვს? მე თუ დავიძერი ჩოხატაურის მიმართულებით მხედველობაში ფაქტობრივი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მე შეგვიძლია მათ არ მივაყენებთ პიროვნებები არიან. ამიტომ ისინი ახორციელებენ თავის მოვალეობას. აგიტაცია ერში მხედველობაში მაგ ერის ერთ ნაწილში გორის რეგიონში გაატარა ესეთი რომ მოდიან ესე იგი ბარბაროსები, ბანდიტები, ყაჩაღები და თელი გორის რეგიონი ფაქტობრივად მხედველობაში მაგ ეს ჩოხატაურის რეგიონი შეიარაღა თოფები და დამედგა ტანგები წინ თოფები და ტანგებს და ბეტერებს და ბერდემებს რა უნდა გქონდეს მან თოფები დგას. თუ ეს შეიძლებოდა თუ მე იზოლებული ვარ როგორც ქართველი პიროვნება, სამხედრო პიროვნება, რომ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, პიროვნების თვითშეგნებიდან გამომდინარე, ჩემი მონაწილეობა მივიღო აფხაზეთის რეგიონში ომში, მაშინ სად არის ეს თქვენი მხედველობაში მაქვს თქვენი რაიონის საზოგადოება, რომელიც ფაქტობრივად თოფები დამედგა მე წინ, რატო არ მოდიან ისინი როგორც მოხალისეები, ან იმ თოფებით თვე გამიგეთ? რადგან მე მიდგებიან თოფები წინ, მაშინ მეც ის აფხაზეთსაც უნდა დავუდგინო რა. ახლა თუ ისინი წინ უდგებიან მტრის ხატს და თქვენ თვითონ ამბობთ რომ თქვენ გამოგაცხადეს ბარბაროსებად, მტრებად და ნუ ეს ასე მოხდა, ეს ახლა არ არის თქვათ რაღაც ისეთი რაც არ მომხდარა საქართველოში ვერთხელ ასეთი რამე ხდებოდა ხოლმე ხშირად აცხადებდნენ მტრებად, მტრისახეებს ახავდნენ, მაშინ ეს მოსახლეობა მხოლოდ უნდა მივესალმოთ ამ ნაბიჯრომლების მე მივესალმები მოსახლეობაც აიღეს მაგრამ იმის შემდგომ რაც მოხდა შედარებითი სტაბილიზაცია ბატონზურაბ უკვე ასე ვთქვათ ეს თოფებით და ვთქვათ ასეთი მასობრივი ენთუზიაზმით ჩაცხრა და უკვე ლაპარაკი წავიდა უფრო კონკრეტული და უფრო საქმიანი რომ გავაკეთოთ ერთად საქმე. მე დღესაც თანახმავარ. დღესაც განვაცხადებ მთელი გურიის რეგიონის მოსახლეობას. მე გურული პიროვნება ვარ, გურული კაცი ვარ.
მართალია ცხოვრობ დღესდღეობით თბილისში, მაგრამ გურიაში არის ჩემი ფუძე, ჩემი სახლი, ჩემი კარი, გამიგეთ. მე ოზურგეთელი ვარ, ლიხაურელი ვარ, წარმომშობელი. მე ჩემთვის ვალდებულად ვთვლი, რომ ყველა გურულს მოუწოდო, თუ ერთს უჭირს, დადეგი ერის გვერდზე, გამიგეთ. მაგრამ მე რომ მოვდივარ, თუ დამედგები წინ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მარტო დამედეკე და იქაც წამოხო ჩემთან ერთად, გამიგეთ. რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, რომ შენ შიგა ომში, მხედველობაში მაგ რაიმე ეთნოკომპლექტებს რომ ამბობენ საერთოდ რუსები, ეს იმას იანიშოს გურიაში და არ შეიძლება საქართველოს შეთანხმებული, იმიტომ რომ ყველა ქართველები ვარ და მე თუ დამედეკე თობით წინ, თუ ვაში გაწიღა, წამოდი ჩემთან ერთად დადეგი აფხაზეთ. სად იყავით თქვენ, საერთოდ მე თქვენებით ვლაპარაკობ, ხა ფადოლობაში თქვენ არ ვიყოთ ჟურნალისტები ეგა. სად იყო ყველა ქართველი მაშინ, როცა მე 12 თვე აფხაზეთში გავატარე ჭაობში, თოქში და იმაში. ჩემი ჯანმრთელობა, მე და ჩემო მეგობრებმა მხედველობაში მაგ აქ ასოციაცია მოს ეხლა მე შეაღებულ ბილემამდე შეეცირა თავისი ჯანმრთელობა აფხაზეთის ომში. რო დავინახეთ ამ ომის არაკანონიერება, ამ ომის არაკაცური საქციელი მხედველობაში მაგ იმ თავრობის გამიგეთ. მე არავის შევარწევს რომ არც ბათუმ შევარნადეთ. ხელი მოაწერა ღმერთმა ქნა რომ შვედობა დამყარდა დროებით საქართველოში იყო მეგობრებად. მაგრამ მხედველობაში როცა მე გადმოვულახე ლანჩხუთის საზღვარი, იმავე დღეს დაიწყო ომი აფხაზეთში. ამიტომ შეიძლება მე დღეს გამეჭირდეს აფხაზეთის საზღვარი დღე 1 საათში, შეიძლება 1 საათში გადავწყვეტს პრობლემა. მაგრამ მე მოხარული ვარ რომ ჩვენ შეგნებამდე დავიდა ის რომ მხედველობა მთელი საქართველოს შეგნებამდე ერევნა გამძლიანდეს და დღეს აფხაზეთის პრობლემა გადავწყვეტს. არა გავში გაპრობლემები გამიგეთ. მაგრამ მე არც ვიტყვი კიდევ გურის მოსახლეობას განუცხადება აქედან რომ დღეს რაც არ უნდა მოხდეს მე აფხაზეთში ვიქნები თუ ჩოხატაურში ვიქნები და ანუ სამბერგიაში ვიქნები მე მაინც კანონიერებს აღგენისთვის ვიბრძოლებ იმიტომ რომ აფხაზეთში სანამ დატოს საქართველოს სანამ არ მოხდება კანონიერების აღდგენა ჩვენ აფხაზეთში არ მიწერია ამიგეთ ომის მოგება გამარჯვება ეს იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ეს პიროვნება მე შევარდნესთან არავით არ პრეტენზია არ მაქვს გარს გამსახურდესთან მაქვს პრეტენზია მე მაქვს ომის პრეტენზია გაეთი რამდენი ხალხი და ამდენი ხელმოწერების შემდეგ ფაქტობრივად ისე ვიწყება ომი პიროვნება რომელსაც თავზე აიღო ამდენი პასუხისმგებლობა დღესაც უნდა იგისოს პასუხისმგებლობა რომ ომი დამთავრდეს თუ არ დამთავრდება ომი ეს პიროვნება უნდა გადადგეს დერმა უნდა გადაწყვეტოს ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი გესმით ეს არის მე აქ არ ვამბობ რომ მანდამაინც ის უნდა იყოს ეს უნდა იყოს ერმა უნდა გადაწყვეტოს და ამიტომ მოვდივარ ჩვენ რომ კანონიერება აღდგეს გამიგეთ სანამ კანონიერება საქართველოში არ აღდგება ომის მოგებაზე საერთოდ საქართველოს სტაბილიზაციის ლაბარაკი ზედმეტია ჩვენ საერთოდ როგორც ყველა ერი ძნელი გზით მივდივართ ალბათ თავისუფლების და აღთქმული ქვეყნისკენ და ღმერთმა ქნას რომ ჩვენ ორივე მხარეს ვწდებოდეთ და ვთქვათ ვიცი რომ ორივე მხარეს უნდა და მხოლოდ კარგი ჯერჯერობით ორივე მხარე თავისას ამტკიცებს ალბათ რაღაც კომპრომისი უნდა გამოინახოს კომპრომისი გამონახულია ჩემო მეგობრო გამონახულია იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩაერია ჩვენი მხრიდან ჩვენ ახლა მე თქვენ აგიხსნით შეიძლება გურის მოსახლეობა მარიცის საქართველოში გვიარსებობს კანონიერი ხელისუფლება ქალაქ ზუგდიდში არსებობს უზენაესის საბჭო მიდის მისი სესია არსებობს მინისტრთა კაბინეტი არის პრემიერ-მინისტრი არის ყველა მისი მოადგილე შეიძლება ეს კიდე წამოჭრან ახლა გურის ტელევიზია მაგრამ მე მაინც ეს ვალდებულია გურის ტელევიზია იცოდეს და პრეზიდენტის ადგილზეა მაგრამ ხალხმა ჯერ ხალხის აღჯერსებია ეს ბედნიერება ის გამოჩნდეს გეტყვით ერთ რაღაცას სანამ მე კიდევ ვიმეორებ სანამ კანონიერება არ აღსდგება საერთოდ მასშტაბურად რაიმე პრობლემის მოგვარებაზე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ რომ ჩვენ არ ვებძვით არავის მე გეტყვით ერთ რაღაცას ჩემი ძოლშვილი დღესაც ტერორის ქვეშ არის თბილისში რამოდენიმე ხნის შემდეგ ავტომატებით ვთხოვთ თავს მაგრამ მე დღეს არავისთვის არ მიფიქრია რომ ვინმესთვის თავში ჩავარდა ვინმეს თავში ჩავარდა ან ავტომატი ან რაღაცა არ შეიძლება ძალას ძალით დაუპირისპირდე არ შეიძლება რომ ბოროტებით უპასუხო ამიგეთ და ჩვენ ამიტომ მოვდიოდით რომ ხალხისთვის ხალხს შეეგნო ეს რომ ხალხს ეფიქრა რომ არა ვართ ის ხალხი რასაც აცხადებს ეს მთავრობა შემოხედულობაში ფაქტობრივი ხელისუფლება არ მომშავალაძის მთავრობა ეგრე გამოსახულია ფაქტობრივი ხელისუფლება შეიძლება ითქვას ფაქტობრივი ძალისუფლება მაგრამ მინდოდა ხალხს გაიგო გურულ ხალხს რომ ეს ასე არ არის რომ არც მეგრელები არ მოდიოდნენ მასთან აქ მოდიოდა ყველა გურული კაცი ყველა გურულები ვარ მე მყავს პირადად 120 კაცი 120-ვე გურულია ყველებამდე ვარ შეიარაღებული მიდგებით თოფებით მიდგებით რაღაც გეკოებით და რაღაცა და ტანკებით და ბეტერებით და ბერდემებით მოდივარ რა თქვენ მე დამამაგრეთ ვერ დამამაგრეთ მაგრამ მე იზოლებული ვარ გავჩერდები და მაგრამ მინდა სისხლის ღურა ეს მთავრობა ფაქტობრივი ხელისუფლება გიაცხადებს რომ გურიაში მიადგეს ყაჩაღები ბანდიტები და უნდა ხალხის დაციება ესე იგი ჩოხატაურის და ოზურგეთის მაცხოვრებლები ფიქრობენ რომ მოდიან ბარბაროსები და მათი სისხლი არ მინდა სისხლი
მე ისე ჩემი დედა ყველა იქ და ჩემი დედა ჩემი ძმა და ჩემი ყველა იქ. იმედი ვიქონიოთ ბატონო ზურაბ რომ ყველაფერი წარმატებით გადაწყდება. ერთი და იგივე მიზნისაგან სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ ადგილას უნდა მივიდეთ ყველანი. საქართველოა ჩვენი მიზანი თავი. როგორც იყვიან ყველა გზა რომში მიდის, ჩვენი გზაც ალბათ რომში უნდა მივიდეს. თქვენც და ჩვენც ერთ საქმეს ვიმსახურებით, თქვენ სხვებზე ნაკლებად არ გიბრძოლიათ. ბრძოლა არ შეგიძლიათ ის ასოციკაცი, როგორც იყვიან ასოცი მებრძოლი ბიჭია, რომელიც აფხაზეთში ალბათ თუ სადაც დაჭირდება თავის ქვეყანას ფიცის ქვეშ მდგარი ბიჭების თქმა იქ დადგებიან. იმედი ვიქონიოთ. ესეა. რაც შეეხება ეხლა იმას, რომ მითხრეთ რომ პრობლემა მოგვარებულია, კი ჩვენი მხრიდან ჩვენი უზენაესი როგორც ეგონა ვახსენე უზენაესი საბჭო მუშაობს მეტად დღეს იყო ჩვენი უზენაესი საბჭოს დეპუტატი სპეციალურად მონებული აფხაზეთის რეგიონში და დღევანდელი ჩვენს მიერ განთავი კანონიერი ტერიტორიებზე რომელიც ჩვენ აღვადგინეთ არიან გელანდია რომელიც ფაქტობრივად აწარმოებდა ბატონ თენგიზ გედევანდან და მოწინააღმდეგე მხარესთან ხო დაპირისპირებული მხარესთან მოწინააღმდეგე არ შეიძლება ეთქვა ქართველებს შორის მოწინააღმდეგე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მხარესთან მოლაპარაკებით მე მგონი დღეს ყველაფერი გადაწყდება და მე პირადად ჩემი შენერთებს არის რომ ჩვენ ისე ჩვენ დისლოკაციის ადგილს დავუბრუნდეთ და რამოდენიმე დღის შემდეგ ისე ცოტა გამომჯამთელდები ცოტა კაში ნახეთ მოხეტიალი ხალხი ვარ და გამომჯამთელდები და მე მგონი აფხაზეთში წავალ იმიტომ რომ საერთოდ ერთად გვაქვს საქმე და მე მოუწოდებ ყველა იმ გურულს ისინი თუ ვაჟკაცები არიან მე თუ წინ ჩვენ ვიმყოფებით ჩოღატაურის რაიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულ დღესდღეობით ეგრეთ წოდებულ ლოთიქობალიას შეიარაღებული რაზმის მებრძოლებთან. ეს მებრძოლები იგივე ჩვენი ძმები არიან, ჩვენი მეზობლები არიან, ჩვენებურები არიან. მე მინდა რამდენიმე კითხვით მიმართავთ მებრძოლებს. თუ კი ასე შეიძლება ეწოდოთ. თქვენ დიდი პრობლემები შეუქმნით, ასე ვთქვათ, და ჩვენ ერთმანეთს 13 დღეა გურიის ტერიტორია საომარ მდგომარეობაში იმყოფება. იქნებ გითხრათ რა ხდება, რა შეა საქმე თქვენზე უფრო არავინ არ იცის. თქვენ აქ დგეხართ და იცით რა ხდება, რისთვის დგეხართ, რისთვის დგას თქვენ წინ ჯარი, რომელიც სოხუმში უნდა იდგეს. აი ჩვენ რასოდეს ხელი არავის არ შეგვიშლი არც იქით წასვლაზე არც აქეთან ჩვენ სული დაგულით მინდა წევიდეთ სოხუმში, მაგრამ გაგვატარონ, მოგცენ ჩვენ დისლოკაციის ადგილი. იქნება ჩვენ შორის, იქნება ტყუის სოლადაი და შეგვიძლია ერთად დავდგეთ და ვიომოთ, ვებრძოლოთ ამ იმას, ვინც აწყობს ამ ომს სოხუმში და შევებრძოლებით ჩვენ ნაკლები ბიჭებიდან, აქანიდან ნაკლებად შეუძლია ომი და ნაკლები ვაჟკაცებიდან თუ არა, იქიდან ერთმანეთს ვესროლოთ, ერთმანეთი დავხოცოთ, არა, ამაზეა. გურულები ვარ და ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიყოთ. სროლით თუ შემოვედი, იქიდან და კაცი მომღალი რაღაც მინდა მე ჩემ რაიონში ცხოვრება და აწერ გამართვა სროლით შემეცდარებოდა აქ ამდენხანსაც შემოვიდა და რაღაცებზე არც ჩვენ არავის არ მაშინებდა, არავის არ ტეკობდა, არავის არ ვართმევთ არაფერს იყვნენ კაცო იგენი მისდა და ჩვენ და ვიყავით ამდენხანსაც ამ საქართველოში და ცხოვრობდით და არ გაგვიყვია საქართველო და რა არის ახლა მანდ ჩვენ უნდა გევიყოთ შემოვადნო და დავდგებით ეგრეთ ადგილზე ბატარა ბიჭები მეემზადებიან ყველაფერი იგი არის საქმენი მეემზადებიან შეიცვალა და ტანზე არ აქვს ზიარაცია და არაფერი რა უბრალოდ მივიდივართ რომ დავისვენოთ ერთი 5 დღე ალბათ და რაღაცა და ავდგებით და ტანზე ჩავიცვანთ ფორმა არაცვია ვერ ბიჭებს მე მაგალითად ფორმა სახში მაქვს ვიცი რომ უნდა წავიდეთ აფხაზეთში ეხლა ფერზე არა ტანზე არა საჭმელი არა ვართ სოფელში გამოგედილები საჭმელი სოფელში ხალხს არ აქვს თვითონ და ჩვენც ვერაფერს ვერ ვამბობთ რომ რა უნდა ქნან იმათმა და ანდა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ზივარ და ველოდებით რომ გაგვიშვებენ სახში მივდივარ და სახში არ გვიშვებენ არ შევდივარ ჩვენ იმისთვის რომ აი რაღაც გონიათ მაგალითად გადატრიალება მოვახდინოთ და გადატრიალება მივდივარ ჩვენი გზა გვაქვს რა შეგვიძლია ჩვენ მოვაბრუნოთ აქედან ჩვენი ტექნიკა და ყველაფერი ტექნიკა დიდი გვაქვს ძალიან და ბიჭები კაი ბიჭები არიან ჩვენს გვერდით მაგრამ წამოსული ვართ აქეთ და მივდივართ ასე გვინდა რომ ჩვენს ოჯახში გავიარო და ჩავიდეთ და შეგვიძლია რომ მოვაბრუნოთ წამოვიდეთ აქეთ მაგრამ რატო გზაზე ვარ და რა
ჩვენზე მეტი ძალა ყავთ მაგათ და ყველაფერი წამოვიდნენ ჩვენთან ერთად და დადგენ და ვიომოთ აფხაზეთში და ტერი ვინაა და მოყარი იქ გამოჩნდება. ესე იგი ეს საკმაოდ საინტერესო კუთხით წარმოაჩენს ჩვენ პრობლემას. ეს აქ საქმე არ არის თქვათ არა, ესე უბრალოდ იგივე საუბოცხორო პრობლემები, რაც ყველას გვაწუხებს, იგივე საერთო გვერდში დგომა, ესე იგი აქ ასეთი კონფრონტაცია, როგორც ასეთი გამოკვეთილი არ არის. ჩვენი მხრიდან არა. ჩვენი მხრიდან ნამდვილად არა. ჩვენ მიზანია შევიდეთ ჩვენს ოჯახებში, მოვემზადოთ და ერთად ამ გვერდში იქნება თუ ის გვერდშიც არ იქნება ერთიანი ძალით ვეომოთ ეს დღეს ომია საქართველოში და არა ჩვენ შინაურ საქმეში გარჩევის დრო. მაგის დროც მოვა. რომ იქ არიან ახლა ბიჭი მხედრიონელები არიან რაღაც აჭარიდან შემოიყვანესო ჯარიო რაღაც ისო იმ მხედრიონში ჩვენი ძმაკაცები არიან და ახლობლები არიან და ბევრი ისეთია შეიძლება გულნადგენიც გია ჩვენზე ჩვენც ვართ შეიძლება გულნადგენი მაგრამ ბოლო ხო უნდა მოვიდეთ აზრზე რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში და წავიდეთ და საერთოდ გარეშე მტერი ვინცა ის იმ გარეშე მტერს ვებრძოლოთ და სხვა ახლა ისევ ჩვენი შინაურები, ჩვენი იგივე ძმები მეორე მხარეს თხილს იქეთ როდგენ არიან, იგენი ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით მას და ხალხში ავცელებენ ათასნაირ ჭორს, მოდის ქობალიას ყაჩაღები, წინ მოუძღვება გურულები და თითქოს გურიის და ლაშქრა უნდოდეს სამეგრელოს. ასეთი რამე ჩვენში არ ყოფილა, აზრადაც არ მოსწრია არავის. თუ შემოვიდნენ დაგხრიტავენ, თუ შემოვიდნენ სახლებს დაგიწვავენ, რას ვერჩი ძმაოს, რაც იწვალა, იშრომა ღმერთმა შენ სიცოცხლე გაჩუქა მე წაგართვა ვინა ვარ მე რო წაგართვა ამდა რატო იმპერი პატარა მერგი შეცდომ შევცდომელი კაცი არსებობს საერთოდ არ არსებობს ქვეყანაზე რომ კაცი არ იყოს შეცდომილი და შეცდომა არ ქონოდეს და მაგისა მაინვინო ყველაზე მეტია და ყველა ჭორებია მაგისა თქვენ კარგად იცით და ყველა მიცის რომ არავის არ მოკლავს და არ უნდა სამხალხო სისხლის გრადა ვის უნდა კაცი ესე იგი, ესეც ალბათ ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარეა, რომ ჩვენ ერთი და იგივე აზრების დასამტკიცებლად ერთმანეთს ტანკებით მივადექით, ასე გამოვიდა. ტანკებით ალბათ სამწუხაროდ, მაგრამ ალბათ რაღაც უფრო უნდა მოგვენახა, თქვათ, გზები და ხერხები მისთვის, რომ ერთი და იგივე საქმე გვეკეთებინა ისე, რომ ცოტა სხვანაირად არა ძალის პოზიციიდან, არამედ რაღაცნაირად. იქნება ასე შეიძლებოდა რომ მოხდარიყო. ამ იქნებ ხონდათ ცდელობა ვიყავით კეთილაში დავანაგებული ერთ ადგილზე ვიდექით დაწყებული ლანჩხუთის ტერიტორიიდან თხოვთ რომ გაგვატარეთ არავის არაფერს არ ვერჩით ვივდივართ ჩვენ დისლოკაციის ადგილზე ვიღრით თავს იქ თხოვთ რამდენი ხანი არაფრით არ მოხერხდა ამ ხალხთან მოკლედ საერთო ელის გამონახვა ვითომ ჩვენ იგენი ვიყოთ რა უცხობლანებელები და მას მოგვა მსხვერპლის მოგვა კიდე მაგას უდანაშაულო ხალხის სისხლით დაიღვარა მაგათ კისერზეა მათ ის ლანჩხუთში როდიჯერი დაღვწეს შემოგვაქვს კიდე რაც ალბათ ყველაზე უფრო მეტად სამწუხაროა და სკალა ჩვენგანი ისე განიცდის როგორც მის ძმის დაუბრუნდა ძმის სისხლის დაუბრუნდა ეს ალბათ ისე უნდა გავიგოთ რომ მსგავსი რა ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელიდან არ უნდა იქნეს დაშვებული მსგავსი თარს ყველანაირად ვთქვით რომ არ მოხდეს ისეთი რაღაც რომ იარაღი და დასაცვავი რა დამთავრდეს ეს უბედურება და ამას ავდგები და ტელეფონის ბოძია თუ რაღაც წინასვლის ბოძია იმაზე შემოვახვევ 10 მინა ავტომატი დღეს და გუშინ არ დამეგავებიან ხელში და სერვერი არ გვინდა ჩვენ ეს ზოლა და ომი და ამის გულისთვის არა რა უბრალოდ ჩვენ მივდივართ ვიბრძოლებთ ჩვენ მხოლოდ ერთად საერთოდ მტერი ვინც ყავს აი აფხაზეთში რომ არიან და აწილკებულია რომ არ იქ აფხაზეთი აღარ დამთავრდა აფხაზეთის პრობლემა და ბოლო თუ ვაჟკაცები არიან და კაი ბიჭები არიან და მაინდა-მაინც არ მინდა ვიცი რომ ეთერში გავა ეს გადაცემა და ცოტა არ მინდა ცუდად გამომივიდეს და რაღაცა თხემლის ფოტოებს ვახროთ ხანდახან სიგარეტი რო არ ყოფილა თვითონ არიან მეორე მხარეს და კაი მალბოროებს იღებენ ჯიბიდან მეც მინდა კაი ცხოვრებას მე ოჯახი ვიდოებული მყავს და თულშვილი რუსთავში მყავს ეგ რასახში არავინ არ მყავს წამოვიდნენ იმათმა ჩემთან ერთად იბრძოლონ იქ და ჩემ ბიჭებთან ერთად რო გვიძახიან ყაჩაღები და ბანდიტები ხართ და მე რო ჩამოვალთ ერთად დავაშენოთ ახალი და გიმრიელი საქართველო მაგენი კი არ აშენებენ ავადია და ანგრევენ რა ასეა თუ ეს გავა ეთერში ავიდეს მე არავის არ მეშინია რა ბოლო მოვლენ აზრზე რომ არა ვარ ჩვენ ინტერეს წარმომადგენლები რომ ქვეყანას ვანგრევდეთ რა ტრები არა ვარ გვინდა ძმობა
იმ დღეს 28 რიცხვი იყო, 28 იყო, არა შერიგების დღეო რა. უთენია დილით ადრე ავდექი, მე არავის არ ვენდური. უთენია ავდექი და ეკლესიაში წავედი სანთელი დავანთები, დედმამა არ ამყავს და ორი სანთელი დავანთე ჯერ მშობლების იმაზე და მე ერთი სანთელი ავდექი დავანთე, რომ ღმერთო მეთქი, თუ ვინმე გვენდურის მეთქი, მე არავის არ ვენდური, შევლიგდეთ მეთქი რა. ნახდათ არავის არ ვენდური. ალბათ აუცილებლად უნდა შევეგდეთ და ისევ ერთად უნდა ვეომოთ, იარაღით იქნება თუ იარაღოთ იმ ხალხს, ვინც ანგრევს ამ ცხოვრებას, მაგრამ მაინც უფრო მეტად ალბათ კარგი უნდა დავინახოთ და ვეცადოთ, რომ ყველაფერში დავინახოთ ეს მშენებლები, მარტო მგრეველებიც ხო არ აქვს, არა თქვენთან ერთად ბიჭებიც იბრძოდნენ ალბათ. ის ბიჭები, რომლებიც თქვა დღეს მეორე მხარეს არიან, ერთადაც იბრძოდით. ბევრია მაგნაირები, მაგრამ იცით მე მგონი კი არა ჩვენ ბევრი ჩვენს გვერდში დადგა, ბევრი იქითაც არის, მაგრამ იგენიც იმ ჭუაზეა და იმაზეა, რომ ერთად და შერიგებით და უსისხლოდ, მაგრამ ზოგი იმნაირია, რომ დარობოტებული ყავენ და ჩვენ თუ მივედით, არა ჩვენ მოვკლავთ და სახლებს დაუწვავთ და რა. აღარა ერთ ცოცხალი ადამიანის რობოტობია და არსებობს რობოტი რკინის და რკინასაც კნეტენ ხალხი, კნეტენ ახლა ტყვიარას უზამს რკინასაც და შეიძლება 아기 오리알이 얘는 맞다. 나한테 알고 있어. 유진도. 내가 하루 완전히 되네. 매우 잘 잡아요. rak qaretaro diga soma khani fere 매우를 찾자. 됐어. bija mari gore ge khoi 왜 피하기 힘이 도둑이야. totule gore auto. 그래서 გადაგვიფარა სამაზურობა. არა, დღეს რა იყო? ვინ? ბაბა რა? ისა რა? იგენი? ის გამარ. 말타와ში? აი
რაკეტა რო გაუშვას მიზნებს იმას. ჩემ ბაზაზე რა მაია და მოხდები არის ხო აიჯერი მოდი სამედი იღას გამოვარდე Vai, Chandra, Sugazu. Aliko! Იცელა დავლე კაცი. და გავმარჯვეთ გურულებს ვაღრა. რავი? ბიჭო, დამდრებიაშია დამტარდება კავეჯი ვაგე, საიტა ჩატრიალა კავეჯიდა. Misha, Tina. გამარჯობა ლეონი. მოხი აზმოზნი? არა. არაფერა იცი? გამარჯობა ჯარი. გაგიმარჯოს ლეონი. ой, მაი ლოთი დამაჭერია სათხა მაგიზე და დაჭერილი არ მყავდა. გაგიმარჯოს ლოთი. ოდენახე რა გააკეთა ვერტალიოდე ჩამოფრინდა. რა ვაჭამე ბიჭო ბატონო ლოთი. მაგარა გერა. აშია. აუგა ფედი ვერ მოახერხეთ და სხვა შემდეგ. აი, ხარაშოს. გია. უკვე მეშვიდე დღე აქვს ვიმყოფებით ჩოხატაურის რაიონიდან. ჩემთან არის ჩოხატაურის მკვიდრი
ნამდვილი ჩოხატაურელი და ნამდვილი ქართველი ჩემი ბახვა ცინცაძე, მისი ძმა გია ცინცაძე, ჩემთან არის სოსო, ჩემთან არის ბევრი ბიჭები არიან, ახლა გვარები უცბად არ მახსენდება სულ ყველასე. და ვიბძით ხედავთ უკვე რა კარსაც ხედრიალებს. პოზიციაზე იმყოფებით უკვე, ჩვენს იქით არის, უკვე ფოთი არის დაახლოებით 9 კილომეტრში და შეიძლება ამაღამაც შევახციოთ შით. ნუ ბიჭები არიან ვაშკაცური სულისკვეთებით, კაცურად ბრძოლობენ, შიშის გზნობა არავის არ აქვს და ყველა ჩოხატაურელს მოუწოდებ, ვინც კი არის და რაიონი უყვარს, აქედან იწყება აი ეს აქედან იწყება მათი ამბავის საერთოდ რომ თავი დაახსენ ჩოხატაურა ფოც აუცილებლად შემოვლიან ჩოხატაურშიც და თავარი არის რომ აქედან ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ აქა სისხლის უკანასკნელი აქ ხედავთ უკვე ბრძოლები მიმდინარეობს ფოთის შესასვლელთან ეხლა ხმა ისმის ბატონო ეხლა იყო აქ ჩვენთან ერთად იყო ხედრიონის უფროსი ბატონი ჯაბა იოსელიანი გაამხნევა ბიჭები დავალებები მოგცა და მისი დავალებებით დღეს დგავართ საგუშაგოებზე ასე რომ ვთქვათ და საფრებში ეხლა ბიჭები განლაგებულები არიან პოსტებზე მე მოუწოდებ ყველა ჩოხატაურელს რომ ავტომატებით რო აქვენ სახში შენახული და რომ ალავენ იქა და დაბზე სანადი რო დააქვენ სურების ტყეში და იმაში ჩამევიდნენ აქანი და აქინადი რომ მტრებზე ყველას რო ჩავალ მაშინ მე მოვული და ყველა სიები მაქვს ვისიც აქ და ყველას ჩამოვარდო მიმიარაღებს ჩამოვლიან რაიონი დაიწვანიკა თუ არა და რაიონი დაიწვან აქიც არა იქაც არ არიან იქაც არ არიან და შემოდიან იქ 1000 ყაჩაღები და 1000 ჯულის ესენი და რაიონში დადგენ პიკეტები და ბიჭებს აქანი იმედი ქონდა რომ არიან ახლა რაიონში ჩვენ რო ვართ აქ ბრძოლობთ ჩვენ იმედი გვაქვს იმისე რომ ვაშკაცები დარჩენ იქეთ და იბრძოლებენ თქვა და იქაც არ უნდა შეუშვან არავის თუ იქ ბრძოლა არ შეუძლია მაშინ აქ მევიდნენ თუ არ შეუძლია და დაიყარონ მიწა გულზე და მოკლა ბევრი ვაშკაცი აქ ახლა დახოცილი აგერ აქან ბევრი ბატონო მე დავამატებდი ორიოდე სიტყვას ყველა ჩოხატაურელს გადაეცით რომ აქიდან იწყება ბიჭებო გურია აქიდან იწყება გურია ჩვენ არავის აფერს არ ვერჩით ჩვენ ვიცავთ გურიის მიწაწყალს სხვა ჩვენ რაფერი არ ვაძუხს მეტი საქმე ჩვენ არავის არაფერი არ ვაქვს აგიმართო ჩოხატაურლებო კარგად იყავთ უყველა ყველა ჩოხატაურელმა იცის რომ ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარ და მე ვარ ბათუმელი კაცი ჩემთან ერთად გურიის მიწაწყალს იცავს ჩემი აჭარის მაგის იყო დაჭირილი ხო ჩემთან ერთად გურიის მიწაწყალს იცავს აჭარელი კაცი რომან დუმბაძე კაცური კაცი ის ჩვენთან ერთად არის აგერ სანგარში და ჩვენთან ერთად ბრძოლობს აგერ ახლა ბახვა ცინცაძის მანქანა დაგვიცხილეს ჩვენთან ერთად იყო კინაღა მოვფეთქდით კაცო ბათუმის შტაბის ბრიგადის შტაბის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი დუმბაძე რომანი მე მოუწოდებდი ყველას ესე იგი რომ აი 20 წელზე ზემოთ რა ახალგაზრდებს ყველამ აიღოს იარაღი და დაიცვას მიწაწყალი მეც არაფერს არ ვიტყოდი იმიტომ ყველა ვალდებული არის რომ დაიცვას თავის მიწაწყალი ეხლა ხო იცით ისეთი მდგომარეობა დადგა რომ უკვე ქართველი ქართველს მიტევს ძალიან ვთხოვთ ჩვენ ბათუმიდან ჩამოვედით 30 კაცი კიდევ ველოდებით ჯგუფს ხო და ალბათ ყველა კუთხიდან მოდიან რომ დავიცვათ ჩვენი მიწაწყალი საქართველოს აქანები ახლა მაგის გადაღება რა თქენდა არა ინა გასულიო შენა მოხდება რა ვიკოს მასული 20 კაცი შევატი და 20 რაღაც ალბათ არცსა და სასიკაულოს გვერდ.
ჩამოშვებული და ეს იმედიერად არ დამიგარგია და საქართველოს კარგად იქნება და ხალხი ბედნიერად იცხოვროს, ამის იმედი ყოველთვის ჰქონდა და მეკრება და ესეც იქნება. ისე რომ ყველამ დაინახა და ყველამ გაარჩია რომელია მართალი და რომელი მტყუარი. ადამიანი რომელიც პიროვნებას შესწირავს თავის სამშობლოს, თავის მიწას, უძველეს ძველ მიწას, ის არაფერს ღირსიანად ერთი სახელი აქვს იმას მოვალა. ესე ყველაფერს თავის სახელი დაერქვა რა? რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. და შეიძლება უკვე ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს შინაურ მტერთან სახე რა? შინაურ მტერთან არა, შინაურ მოღალატეებს, რომელიც ზურგში გვესროდა ტყუილს, როდესაც ჩვენ სოხუმს ბრძოლობდით და აფხაზეთის მეცაცხლის უძულდით. ჯერ ვერჩერია, სიმართლე სახელი მაგათ არ დაერქვა. ასე რომ მაყურებელს შეიძლება რომ იმედიანად მაგას ლაჭინო. გაიქცეს გავაცედი ქართველ ხალხს, კაი ხალხს ღმერთმა იმედი რომ მოუშალოს. ესეც დიდი მადლობა. ჩოხატაურის გვარდია ისევ ომში მიდის, ისევ ბრძოლაში მიდის. ამჯერად თანამოძმეებთან საბრძოლებელად. იმედი მაქვს ეს ბოლო შეტაკება იქნება. ბოლო შეტაკება იმდენ გაგებით, რომ მეტი ომი არ მოგვიწევს ერთმანეთთან. იმედი მაქვს ყველა ცოცხალი დაბრუნდება და ყველა ჯანმრთელი დაბრუნდება თავის ოჯახს და კერას. ხვალ კიდევ 15 კაცი დაემატება მათ. ჯერა ჩვენი გამარჯვების. ჯერა რომ ღმერთი ჩვენსკენ იქნება. მაგრამ საშინელი გზნობაა, როცა მიდიხარ ქართველის წინააღმდეგ. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ძნელია პირველი ესრულო ქართველმა ქართველს. ამიტომ არის ეს შეტაკება ასე დაძაბული. ნერვიულად დაძაბული ჩვენთვისაც და ალბათ მათთვისაც. ძალიან ბევრი ნაცნობი, ძალიან ბევრი ძველი თანამებრძოლი, რომლებთანაც ერთად მომობდით. ზოგთან ერთად თქვათ სამაშაბლოში, ზოგთან აფხაზეთში. ასე შემდეგ ეხლა არიან იქ. აი იმ ზღვარს იქეთ, სადაც ჩვენი გაგებით თავდება ნორმალური აზროვნება და იწყება ფანატიზმი. მაგრამ ასე ჭირდება ალბათ საქართველოს, ასე ჭირდება ალბათ ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს და მოსაკვეთი ალბათ უნდა მოიკვეთოს. აი ამ განწყობილებით მივიდოთ სოღოლან. ამიტომ ეს ყველაფერს დავამატებ. ლევან სახში აი ორი გაფრთხილება და არჩენი. ოი, ბაბა. აია, ეს და გული ჩამოტრიალდა და სულ მეციო. და სამი დორ გამოგრაკ ხოთა. ეხლა მარზა გავხარ, მაგას ზოლოდი და ერთად ბიჭა, რა კონტროლი გიგე? შავში მაშინ ჩავალი. გოგრა გახავს ტრაქტორს
რომელიმე ხალხი გაუშვით. მე უშედეგო იყო, ვითომ ვერავინ ვერ იპოვეს. ვითომ კი რა ვერ იპოვეს, მაგდილი და ფრანჩესკა ჩაუდგების სათავეში. კიდე ერთი 10 კაცს სხვას გადადა და დავაი 20 კაცი. წაიყვანეს. შენ გამოსული იქ უნდა იდგეს რა იქ ხალხი. ატარებით თავისუფლად შეუძლია გამოსული. შენ გაყევი გოგის. ახლო დროიდან რა. ფიჩორში გამოვიდა და ლანჩხუთში გადავიდა მერე ფეხი. იქ დინა ოიშენს. ვაღო ბიჭი ზაბალო ხარ. გოლია წალე. ასე წალე. წავეულია? ზალები. მაგრამ კიდე სხვა. ესე მანქანაში გვაქვს და ეს წევიდა სასტრაფო მე მომავალ და შენ გინდა? მაგრამ რა გიცი ზილა მეცემულები. შოთა ეს მეგამეტალებს სახში მოდა. ა? მაშინა მოვიდა. ანუ მოგითხრა გაგეშოფო ხო? ვანო. მე თავი აზრია გამოსტები. ავას ხონა. აგერ ბათუმში დაგამერა. ოხი თუში აჭარია. მირაგლი. დაბლე ჩამოვიდა მაგალითად. ემპესაგი, ემპესველო თქო. ემპე არა, დანგია. დანგია. ერთი ყლაია, რომელიც ხას გინდა მას მოგლავა. გინდა მას მოგლავა, გინდას, აგერ და ნოვოსტია. აგერ უკაცი ხარ რა? სულთა ბეები გუჩეხმა. არის რა ლაგაა? ამაშუოსტაი ტოლიანის სახლი ერთი ვერ დავდარგე სახლი. ვერ დაფუდა? ვიდი ჯიჯეიშვილი, ვიდი დაცხე. ლოზერა გადავიდეს. ლოზურგეთის და ლოზიაში. ფინა მაგისტრო შეშე არის. გადაჯარი. არის და მოგოხე, აგერ გადო. აგერ მე ჩამულე ვერ გადო. ვიდეო ფორმატ ჩავაცე. უური ერთ ხდისკაში მაგალ ამიერო. იქი გულიატი ერთ რა პოსე. ოსნელ წინდა რა. რაც მე დიქნო უეთერია. არა, ნუ რომანა მომწე. კი, მაგრამ მანამდე შეცვალა ამაზე ვიღაცა. არა, ვიშო. როგორ არა, ბიჭო, იმან მითხრა, მერაბამ მითხრა. ხოით ვინე საღამომდე ხომ მეცხალი და ეს შეიძლება. აა, გამოსული ვარ აქეთ, ხომ გადავიდა მაგას. მე გეუბნები სხვა დროს, კაი მომენტი მაგარ. მოგიტან ახლა, მოგიტან. წადევილი. უყურა ზაგაღებული პოზიცია. რასკვები რომ ეძა. ეს მოია ვიდეო მართლებას მაშინ წყალს მაგ. მე და არ გოგოს და ეძინოს გულ. ორი რა დარჩა. ორი. სამი. აუტკრები მაქსიმუმად. სამი. უები. მოვია. ეს მე ჩური და ესქენე. 4 უწეს უმალას. გინე გურონი. 4 უწეს. ასე 4. იმას მეცეს ნახა. შეგავით. თოვადორის ბერდენს ნაიღო ბოლო. ორი. და ყობა. ეს როლი 3 წელია. რამდენი გაქვს? ერთი მომენტ. ან ეს 2. ესეც 3. ხომა 25 ბაჭია. ხომა შენ ახლა დაემატები ეგეს? გამე? ოდო შევ მაშინ აფეს არ უჩივი იგი. 12. ჰა? 12 მოლო? ანუ ო, გამე გინდა რა ბლეცი.
რობიზონა საღამოს მოვა ხუთზე? რობიზონა ხუთზე. გამზადებულია როგორც კი დაიწყო შემელება. მეიტანა მაგრიბასები? კი, გატენილი და გამზადებული. ახლა შტაბთან ახლა ცოტა? შტაბთან ახლა. ხოჭე რაცე უნდა მეიტანა რაცე პროჟექტი რაცე ახლა. რაცე უნდა მეიტანა მაგება. ისე დაიწყო. ტოპისეზე რა? აკუმულატორები თუ აქ სასხამ მონახავ ერთად. აკუმულატორები სინაგე რაცე